გამარჯობათ მეგობრებო, იმედს ვიქონიერ, რომ ისევ და ისევ ძალიან კარგად ხართ და რაც მთავარია მოტივირებული და პოზიტიური განწყობით ხართ თქვენი მიზნების თუ სრულების მიმართ და აქვე შეგახსენებთ, რომ მე ვარ ეთომაზანაშვილი, ფსიქოკონსულტანტი, ტრანსფორმაციული კოუჩი და სწორედაც რომ თავშეწყულად არ ვახსენე მოტივაცია, დღეს რაზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის მოტივაცია თუნდაც დამარცხების, წვენების, გულის ტკენების შემდგომ. თუ როგორ შეიძლება რომ ეს გულის ტკენა, წენა, ნებისმიერი დამარცხება ისე მოტივაციად ვაქციოთ. ნახეთ როგორ არის მთელი ცხოვრება არის გაზრდა დაბრკოლებებით ვართ. თუ ჩვენ არ გვქონდა დაბრკოლებები ცხოვრებაში, ანუ ვერ გავიზრდებით, ვერც გამოცდილებით, ვერც გონივრულად, ვერც ფსიქოლოგიურად, ვერც ენერგეტიკულად და ასე შემდეგ. ასე რომ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება ჩვენ სასიკეთოდ. თავარია დავინახოთ, რომ თუნდაც ეს ცუდი შემთხვევა, რაც გვემართება, დავფიქრდეთ, რატომ ხდება. რაღაც იგივე გზას ხომ არ ვტკეპნით. რაღაც ახალ გამოცდილებაში ხომ არ სურს სამყაროს რომ გადაგვიყვანოს. იმიტომ რომ ზოგჯერ ისე ხდება, რომ სამყარო ერთი და იგივე დაახლოებით მოვლენებს გვიბრუნებს ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ იქამდე, სანამ ჩვენ არ შევცვლით ჩვენს აზრს, ჩვენს ნაბიჯებს, მოქმედებებს და თუ ხდება რომ რაც არ უნდა ამ ადამიანს უგზავნო ერთი და იგივე მოვლენების თუ ადამიანი გავუგზავნო ერთი და იგივე ტოქსიკური და მსგავსი თვისებებით, ანუ არც ვის ეს ადამიანი თავის ფიქრებს, თავის აზრებს ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად სამყარო თვლის, რომ ეს ჩვენთვის მისაღებია, ნორმალურია და გვანებებს თავს. ანუ სამყაროს ჩვენი არ ესმის. არც გონებას. ანუ ნახეთ, გონებაში რამე გვაქვს თუ არ გვაქვს, სულ ერთია. ანუ გონებისთვის ილუსტრირებულად ყველაფერი არსებობს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ რამე უკეთეს ეტაპზე, ამ მდგომარეობაზე გადავიდეთ, ეს უნდა დავიწყოთ ჩვენი გონების ტრანსფორმირებით. ანუ საიდუმლო სწორედ ამაშია. იცვლი შენს გონებას, აზროვნებას და ტრანსფორმირდები ყოველთვის. როგორ შეიძლება მაგალითად წვენა, გულის ტკენა, დამარცხება ვაქციოთ მოტივაციად. ძალიან საყვარელი თემაა ეს ჩემთვის, როცა მოდიან კლიენტები ჩემთან დათრგუნულები, არ იციან რა გააკეთონ, სად აქვთ თუნდაც უკეთესი პოზიტიური გზა მინიშნება და რო განახათ მერე როგორი გაბრწყინებული თვალებით მიდიან და არ უნდათ ხოლმე ხან სესია რომ დამთავრდეს და უნდათ რომ გრძელდებოდეს და მთელი ეს პოზიტიური ენერგია კვირიდან კვირობამდე ყოფნის ერთ სანახაობად და ერთ ბედნიერებად ღირს. ამიტომ ვიძახი რომ ნახეთ როგორ არის. კაი, მაქვს წენა რამისადმი, ვინმესადმი, გულის ტკენა. რატომ აქვს? რა სიკეთე მოაქვს ამას ჩემთვის? მე რომ ამ გზნობაში თავი გავიჩერო. რამე სიკეთე არის? რამე წინ პოზიტიური და ნათელი მესახება? არ მგონია ხომ? ასე რომ შეიძლება ეს ყველაფერი, ეს ენერგია რაც გაქვს დაგროვებული სიფრაზის, წენის, გადაიტანო შენს მიზანზე და სურვილებზე და იმოქმედო. ნახე, როცა მოტივირდები და ორიენტირდები შენს მიზანზე, თავისთავად ის წენაც გავიწყდება და დრო აქ რჩება უბრალოდ ფიქრისთვის, დაჯდე და იფიქრო, ვინ, რატომ, რისთვის გამიკეთა ან მომექცა, ხვდებით ხომ?
ზოგჯერ ყველაზე დიდი მიღწევები, ყველაზე დიდი დამარცხებების მერე დგება. ამაში უამრავი მტკიცებულება არსებობს, თუნდაც ჩემი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, რადგან ყველაზე რადიკალური და სწორი ნაბიჯები სწორედ მაშინ მოხდა გაკეთებული, როცა მქონდა დაბრკოლებები და რთული სიტუაციები ცხოვრებაში. თუნდაც მაგალითად ერთ მარტივ მაგალითს მოვიდა, რომელიც ჩემს წიგნშიც მოგვშეტანილი. და იმედია უახლოეს მომავალში მიიღებენ და დაიბეჭდება. მოკლედ პატარა ლირიკური გადახვევა და ახლა მოგიყვანთ პატარა ელემენტარული მაგალითი. მაგალითად ურთიერთობაში წყვილი. ამ გოგონას ამ ბიჭს აქვს ცოტათი ესეთი ბუტკუნა ფორმები, მოკლედ შევსებულია. და ყოველთვის მისი საპირისპირო სქესი უთითებს, რომ რა არის, არ გამოიყურება კარგად, ადრის ცხოველებს, ასე შემდეგ, რომელიც ურთიერთობაში რა თქმა უნდა წყენებს იწვევს და უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დაშორდნენ კიდევაც. მაგრამ ნახეთ, სწორად ორიენტირებული ადამიანი კი არ დაждდება და დეპრესიას მიეცემა. არამედ დაიწყებს, გაუჩნდება мотиваცია, რომ საპირისპირო მის ეგრეთ წოდებულ ყოფილს უკვე დაუმტკიცოს, რომ ძალიან შეცდა, რომ ამის გამო თუნდაც დაშორდა, ან საყვედურობდა და დაიწყებს სწორკვებას, ვარჯიშს, ენერგეტიკულ გაწმენდებს, მოკლედ, სრულიად ტრანსფორმირდება და როცა დაგეგმილი შემთხვევითობა მოვა, შეუძლია ესეთი ჩამოღებული სილა გაატნოს მის საპირისპირო სქესს თუ რა გოგო ან რა ბიჭი დაკარგა ან გაუშვა ხელიდან, მაგრამ უკვე გვიანია. ანუ ყველაფერი ცუდიც კი შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ. ძალიან მარტივია, როგორც უკვე ახსენე. შეცვალე შენი გონება, შენი აზროვნება და ტრანსფორმირება დაიწყება მაშინ. ტრანსფორმირება სხვისგან მოელით. ეს ჯერ თქვენ უნდა დაიწყოთ. როცა თქვენ ტრანსფორმირდებით აქედან სულით, ყველაფრის ენერგეტიკულად სამყარო ავტომატურად იცვლის ფერს თქვენს თვალწინ და სასწაულების იწყება. კი, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი გეგონათ, სრულიად, მარტივად და ლოგიკურად მიღწევადი იქნება. და ყოფილა თურმე. მივხვდით ხომ? იმედია მარტივად ავხსენი, ან გასაგებენაზე. თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში, სიამოვნებით გიპასუხებთ. და რაც შეეხება მე ერთ-ერთ ვიდეოში ვახსენე, რომ უკვე საბერძნეთში ქალაქ ათენში ვსნი ოფისს, სადაც უკვე ოფლაინ შემეძლება, რომ სესიები ჩავატარო. ცოტა რაღაც მიზეზების გამო აგვიანდება, მაგრამ ავტომატურად ყველაფერს გაგაცნობთ, მაგრამ სააქციო ფასი რაც ვახსენე. ეს უკვე ამოქმედა ჯერჯერობით ონლაინ ისევ და იმედს ვიქონიებ ძალიან მალე უკვე ოფლაინში იქნება. ასე რომ პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, Messenger-ში და სიამოვნებით ვიქნები ცხოვრების რაღაც ეტაპზე გიდი თქვენი ამ ნეგატიური, უმოტივატურო ეტაპიდან გადავიდეთ ძალიან პოზიტიურ, მოტივირებულ, მიზნებზე ორიენტირებულ და რა თქმა უნდა შესასრულებელ ეტაპებზე. იმიტომ რომ ამის რომ ფიქრობთ განზრახვაში მოვიყვანთ, ამას ემატება გადაწყვეტილება უკვე იძლევა მოქმედების საშუალებას და რესურსების მოძიებას. ყოველთვის უნდა დაიწყოთ იმ რესურსით, რაც გაგაჩნიათ. ანუ არ უნდა მოეჭიდოთ უფრო დიდ მიზნებს, დიდ რესურსებს, მოძიებას, რადგან შეხედეთ, როცა აქამდე თქვენს გონებას, თქვენს ფიზიოლოგიურობას, იმიტომ რომ მოითხოვს ენერგიას, როგორც გონებრივი, ისე ფიზიოლოგიური, არ გაუკეთებია
რამე ისეთი, რამაც შეიძლება მიღწევები ზე ხაზი გაუსვას და ამით იმოქმედოს, რა თქმა უნდა, თქვენს გონებას რაღაც დიდი მიზანი მოეჩვენება შეუსრულებელ სასაცილო მოვლენად და პირიქით დაიწყებს მის გაუფასურებას. ამაში ასე ვეძახით ხოლმე თვითმარქვია სინდრომი და ყოველთვის გონება გვესაუბრება, რომ როდისმე რისთვის მიგვღწევია ახლა ამ დაგეგმილ მიზანს რომ მივახციოთ და ასე შემდეგ. და ადამიანები სწორედაც რომ მიზნებზე ორიენტირებას რო ახდენენ, რატომღაც ასოცირებას აკეთებენ თუ რა ვერ გამოუვიდათ, ან ვერ მიაღწიეს. არა იმით, რა მიღწევები აქვთ, რა შედეგები აქვთ უკვე, რომ საკუთარი თავის თვითშეფასება ამაღლდეს და თვითეჯერებულობა მოიმატოს ამის ფონზე, არამედ გაუფასურების ფონზე. იწყებენ მიზნებისკენ სვლას. თუ გაუფასურების ფონზე იწყებს საკუთარ თავთან ურთიერთობას და მოქმედებას, რა თქმა უნდა, შენი ვერც ერთი ის სუპატარა მიზანიც ვერ ახდება და ვერ გახდება სრულყოფილი. ამიტომ საკუთარ თავს ყოველდღიურად გააზრებული მოქმედებებით დაუწერეთ ბევრი პლუსი და მადლიერება, რომ თქვენმა თავმა ირწმუნოს თქვენი და მერე ირწმუნოს სხვამაც. პირველ რიგში, როცა საქმეს ვაკეთებთ, თქვენ უნდა გჯეროდეთ ამისი, თქვენი მიზნის, თქვენი ოცნების, თქვენი სურვილის და თუ თქვენ გჯერათ ამისი, რა თქმა უნდა, დაიჯერებს მეგობარიც, პარტნიორიც, გარშემომყოფებიც და ყველანი. მართლა დამიჯერეთ, შეუძლებელი არაფერი არ არის, თავარია მოქმედებები არ შეწყვიტოთ. და მე თუ შევძელი, ესე იგი თქვენ შეძლებთ. აბადროებით და ცუდ მოვლენებზეც კი იცადეთ პოზიტიური თვალით შეხედოთ და რაღაც სიკეთე სიკარგე იპოვოთ მასში. რადგან ავტომატურად მოტივირებულ ენერგიაზე და პოზიტიურ ენერგიაზე გადასვლა გავიწყებთ იმ გულის წვენებს, ტკივილებს, ბრას, უბრალოდ რო არ გრჩებათ, რომ ნეგატიურ გრძნობებზე დახარჯოთ თქვენი რესურსები. დროებით და ბედნიერად.